მოსეს ჯულში წერია, რომ როდესაც ადამიანს აბრალებ იმას, რაც არ ჩაუდენია, დამბრალებელი ისჭება მის ნაცვლად იმ დანაშაულისთვის, რაზეც ის უნდა დასჭილიყო და ასეთი პასუხისმგებლობა გააზრებული გაქვთ. მე მაინტერესებს, თუ არ დადასტურდა თქვენი ინფორმაცია, მაშინ ვისი პასუხისმგებლობა დადგება, ბატონი რომიკოსი თუ იმ ადამიანის, ვინც ინფორმაცია მოგაწოდათ პატაკის შესადგენად? 6 თვიანი პატიმრობის შემდეგ დღეს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულმა გიორგი მიქაძემ ხანგრძლივი დუმილი ამ კითხვით დაარღვია. შეკითხვის ადრესატი პოლიციის კაპიტანი, ოპერატიული თანამშრომელი რომიკო გოგიაშვილი იყო. სწორედ ამ პოლიციელმა ანონიმური წყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეადგინა პატაკი. ჩვენებაში საუბარია FSP-ს აგენტობაში მხილებული ოთარ რომანოვ-ფარცხალაძისა და ძმებ მიქაძეების ინტერესზე, მოკლული ლევან ჯანგველაძის მიმართ. ბრალდების მოწმის ინფორმაციით დაპირისპირება რამდენიმე მიზეზმა გამოიწვია. ბიზნეს ინტერესებმა, კერძოდ სიგარეტისა და გადაზიდვების შესახებ უთანხმოება და ასევე მოსკოვში გავლენების განაწილება. ბოლო პერიოდში მათი ურთიერთობა დაიწყო დაზაბულება შეეხებოდა ქართველების მოსკოვში ქართველების გავლენებს. კერძოდ ექსპორტს, სიგარეტის და ალკოჰოლის ექსპორტს საქართველოსთან. თუმცა ამ დაზაბულების ფონზე გარკვეული მოქმედებებს ვებდოდნენ ძმები მიქაძეები ლევან ჯანგველაძის წინააღმდეგ. რადგან მათ რიგი ჰქონდათ მისი სამეგობრო წრის გავლენის და მისი ძმის ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის სტატუსის გამო ლევან ჯანგველაძის. პატაკის ავტორი სასამართლოს ჩვენებას თითქმის 3 საათის განმავლობაში აძლევდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულმა თანამშრომელმა ანონიმური წყაროს ვინაობის შესახებ დასმულ არც ერთ შეკითხვას არ უპასუხა. არადა ინფორმაცია მას პირადმა კონტაქტმა მიაწოდა და არა კონფიდენტმა, რომლის ვინაობის გაუთქმელობასაც კანონმდებლობა არეგულირებს. ოპერატიული ინფორმაცია მივიღეთ ოპერატიული ინფორმაცია როგორ მივიღეთ ამაიდათ მივიღეთ ოპერატიული ინფორმაცია დიახ ოპერატიული ინფორმაცია მივიღეთ ჩემი წყაროსთან ეს წყარო არის ჩემი ეგრეთ წოდებული კონფიდენტი რომელსაც მე დიახ საიდუმლო თანამშრომელი დიახ საიდუმლო თანამშრომელი არანაირი ხელფასი არ აქვს ჩვენი ურთიერთობა არის ნდობაზე ჩამოყალიბებული. მოწმემ დღეს სასამართლოს უთხრა ისიც, რომ რომანოვ-ფარცხალაძემ, მიქაძეებმა და ჯოხაძემ კანონიერი ქურდის მერაბ ჯანგველაძის ძმის მკვლელობა, ასევე კანონიერი ქურდის დედ ჰასანის შვილიშვილის ირაკლი უსოიანის დავალებით დაგეგმეს. სანაცვლოდ კი უსოიანისგან 5 მილიონი მიიღეს. სახელმწიფო ბრალდების ერთ-ერთი მთავარი მოწმის ჩვენება ადვოკატებისათვის ზუსტად იმეორებდა ძალადობრივი დაჯგუფება ალტინფოს ლიდერის და ლევან ჯანგველაძის ახლო გარემოცვის წევრის კოკა გოშიას მიერ სასამართლოსათვის მიწოდებულ ინფორმაციას. ამის შესახებ კითხვა თავად გოგიაშვილსაც დაუსვეს, რაზეც მან პასუხი არ მოისურვა, ხოლო პროკურორმა კატეგორიულად უარყო, რომ კონფიდენციალური წყარო შეიძლება მორგოშია ყოფილიყო. ბრალდების შეკვეთა და ინიციატორად სახელდება ქურდულ სამყაროში ყველასათვის კარგად ცნობილი ასლან უსოიანის, ეგრეთ წოდებული ძედ ჰასანის შვილიშვილი ირაკლი უსოიანი. ირაკლი უსოიანი დაუკავშირდა ოთარ ფარცხალაძეს, ნათელ მიროს დავით და გიორგი მიქაძეს და 5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ შეუკვეთა ლევან ჯანგველაძის მკვლელობა. წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით ლევან უსოიანების ოჯახს სჯეროდათ, რომ ჯანგველაძეების ხელი ერია ასლან უსოიანის მკვლელობაში. ეს მიერ მოწოდებული ინფორმაცია დასტურდება არა მარტო მოწმეთა ჩვენებებით, არამედ სხვა ნივთიერებით და წერილობით და ასევე ვიდეო მტკიცებულებებით. შესაბამისად, მოწმის ჩვენება არის სანდო. მოწმის განმარტებით და ამავდროულად კონკრეტულ შემთხვევაში კონსტანტინ მორგოშია იყოს ინფორმაციის წყარო გამოვრიცხა. ბრალდებულების ადვოკატებისთვის მოწმის ჩვენება სანდო არ არის. შესაბამისად ფიქრობენ, რომ სამართლიანი მართლმსაჯულების პირობებში მსგავსი მტკიცებულება შეუძლებელია გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი გახდეს. დაცვის ხარეს გაუჩნდა განცდა იმისა და კითხვაც დაუსვა ამასთან დაკავშირებით, რომ რეალურად მოწმეებს არ ყავდა არანაირი წყარო, არანაირი პირადი კონტაქტი ხელმძღვანელობასთან ერთად, იჯდა თუ არა იგი აყალიბებდა თავის ვერსიებს და ამ ვერსიების საფუძველზე ამ ვერსიებს შემდეგ ქმნიდა ლეგალურ ჩარჩოში სვავდა როგორც მტკიცებულებას და უდებენ საქმეს როგორც მტკიცებულებას. პატაკში გადმოცემული ტექსტები ძალიან გავს საქმეში ბრალდების ხარის
ერთ-ერთი მოწმის ბატონი კონსტანტინე მორგოშიას მიერ მიცემულ ჩვენებას ამის თაობაზე პატაკის ავტორთან ჩვენც დავსვით კითხვა. ისინი ერთ-ერთში იმეორებენ მოვლენების აღწერის ფრაზეოლოგიას, რაც ბუნებრივია აჩენს ეჭვს იმაზე, რომ არავითარი წყარო, არავითარი კონფიდენტი არ არსებობდა. მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმებ მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის პროცესი დღესაც განსაკუთრებული საპოლიციო მობილიზაციის ფონზე ჩატარდა. განსასჯელის სკამზე მხოლოდ გიორგი მიქაძეა ბრალდებულებს 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ამავე საქმეზე ბრალდებულისა და საერთაშორისო ძებნილის სტატუსი აქვს ოთარ რომანოვ-ფარცხალაძესაც.